საუბრები რელიგიაზე, შეკითხვა მოწყვარს. ორშაბათიდან ხუთშაბათის შაბათ, საღამოს 7 საათზე. პარასკევს, რელიგია და რელიგიური უფლებები. დათო ჩიკვაიძესთან ერთად. საღამო მშვიდობის. ეთერშია გადაცემა რელიგია და რელიგიური უფლებები. 17 მაისიდან მოყოლებული დღემდე არ ცხრება საზოგადოებაში საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რისი გამოვლინება იყო ეს, სად დგას ქართული საზოგადოება და სად მიდის. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამ დღიდან მოყოლებული საზოგადოებაში ერთგვარად ტაბუდადებული ან შეიძლება ითქვას გარკვეულწილად მოკრძალების ქვეშ არსებული თემა ეკლესიის ზედმეტი კრიტიკის თაობაზე ერთი ჯგუფის მიერ, ლიბერალთა ჯგუფის მიერ ფართოდ გაიშალა და დღეს ჩვენ ძირითადად ხვდებით შეფასებებს იმის თაობაზე, რომ ეკლესია არის არც თუ ქრისტიანული ორგანიზაცია და მთელი რიგი უარყოფითი შეფასებები, რომელთა გამეორებაც სამწუხაროდ ეთერში შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი. მართლაც რა მოხდა 17 მაისს? საზოგადოებამ ბუნებრივია ნახა კადრები, რომელიც საყურებლად ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად ეს ბოლო თვეები საზოგადოებას ესმის მხოლოდ ერთი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იქ იყო ყველაფერი ძალიან ნეგატიურად წარმოჩენილი, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდნენ სასულიერო პირები და რომ მათ დაარბიეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხი თუ მათი მხარდამჭერები და მათი უფლებების დასაცავად შეკრებილი ხალხი. ამიტომ ამის გასარკვევად, რომ ასე ვთქვათ, მოვისმინოთ მეორე მხარე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძველი რომაელები ამბობდნენ სამართლიანი ამისათვის მოусმინოთ მეორე მხარესაც. დღეს სტუდიაში ჩვენთან მოგბრძანდა ჯვრის სამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიკნაძე. დაგულოცით მამო, მადლობას მოგახსენებთ მოგბრძანებისთვის. ქრისტემ დაგულოცით. დავიწყოთ უპირველესად კითხვით, რა დამოკიდებულება აქვს ქრისტიანობას ჰომოსექსუალობის მიმართ? საერთოდ როდესაც სასულიერო პირს საუბარი უწევს საზოგადოების წინაშე, როცა საუბრობს, მისთვის ყოველი ესეთი მოვლენა, ანუ საუბარი საზოგადოების წინაშე არის სიტყვის მსახურება. სიტყვის მსახურება, ანუ ის ვერ ისაუბრებს უბრალოდ მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ სიტყვის მსახურება, რომელიც ერთ-ერთი დავალებაა ღვთისაგან მოცემული ეკლესიისადმი, წარვედით და მოიმოწაფენით და ყველა მიცეთ ეს ადგილი. სიტყვის მსახურება ნიშნავს იმას, რომ ვახაროთ ის, რაც 2000 წლის წინ მოხდა. და ვახაროთ ისე, როგორც ამას მოციქულები ახარებდნენ. როგორ ახარებდნენ ამას მოციქულები? ამას მოციქულები ახარებდნენ შემდეგნაირად. მოვიდა ღმერთი ადამიანად, მან გაიმარჯვა სიკვდილზე და ეს ამით დაადასტურა, რომ ის მართლაც ღმერთია პიროვნულად და ეს რეალობა მოციქულებს ჰქონდათ თავის შიგნით და მათ არ შეეძლოთ, რომ ეს არ ეხარებინათ. ამიტომ სასულიერო პირის მთავარი დანიშნულება არის ახაროს ადამიანებს, რომ ღმერთი არის, ღმერთი მოვიდა ადამიანად, იგი მან გვაჩვენა როგორ ვიცხოვროთ, მოგვცა მაგალითი, პირადი მაგალითი ცხოვრებისა, დაგვიტოვა მცნებები, გვაჩვენა უსასრულო სიყვარული ადამიანისადმი და მოგვცა იმედი, რომ ის არასოდეს არ დაგვტოვებს. ამიტომ პირველი, რასაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს, არის ეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის იმედიანად და გახარებულნი ვართ. ნებისმიერი თემა, რაც კი შეიძლება წარმოიშვას ამ სამყაროში, ნებისმიერი კითხვა, რომელიც შეიძლება დასმული იქნას ჩვენს წინაშე, მხოლოდ ამ კონტექსტიდან უნდა გაეცეს ამ ყოველივეს ამას პასუხი. ამიტომ, როდესაც ნებისმიერ კითხვას დამისვა, ყოველ კითხვის შემდეგ ჩვენ მიუბრუნდებით, ყოველ კითხვაზე პასუხის გაცემისას ჩვენ მიუბრუნდებით მაცხოვრისკენ. კონკრეტულად ამ კითხვაზეც ესია, რა დამოკიდებულება აქვს? ის დამოკიდებულება აქვს, რა დამოკიდებულებას აქვს ქრისტეს ცოდვისადმი და ცოდვილისადმი. რა დამოკიდებულებაა ქრისტეს ცოდვისადმი?
გასაგებია, ცოდვას ქრისტე არ იწყნარებს, იმიტომ რომ ღმერთი წმინდაა და ის მოვიდა ადამიანად, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი თავისკენ მიიზიდოს, ამიტომ ცოდვა ღმერთთან ვერ იქნება. რა დამოკიდებულება აქვს ცოდვილისადმი? ებრალება და მოუწოდებს სინანულისაკენ. შემდეგი სიტყვებით, აღარ ცოდო, რომ უძვირესი ან უარესი არ დაგემართოს. ანუ თუ ადამიანს აქვს განსაცდელი ცოდვის გამო, ქრისტე სინანულის შემთხვევაში იწყნარებს ადამიანს, ოღონდ იქვე აფრთხილებს, აღარ ცოდო. ნუ უფრო უარესი არ მოგივიდეს. იმიტომ რომ ცოდვა ეს ნიშნავს საღვთო კანონის დარღვევას, როგორც ფიზიკის კანონების დარღვევა არის საზიანო ადამიანისათვის. ხო, ხა წარმოიდგინეთ ჩვენ მიზიდულობის კანონი, გრავიტაცია, ან თქვა თბური კანონები არ გავითვალისწინოთ და უგულებელს ხოთ რა დაგვემართება, ხო? ასევე ფსიქოლოგიური კანონები, ასევე ფიზიოლოგიური და ასევე ზნეობრივი. თუ ადამიანი არ ღვევს კანონს ან უგულებელს ყოფს, ეს რა თქმა უნდა თავდება განსაცდელი. ეს არის როგორც რუსთაველი ამბობს, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. ანუ ეს ადამიანს აზიანებს ამ ცხოვრებაშიც, ანუ ხორცსა და მარადისობაშიც, ანუ მერმე სულსა. ბუნების კანონებს საღვთო კანონი იმითი ესე ვთქვათ ბჭყალებში ჯობია, რომ კანონს თან ახლავს ღვთის მოწყალებაც, ანუ ის რომ ჩვენ ცოდვის გვიწყნარებს. ფიზიკის კანონებსაც ახლობთ, მაგრამ შეიძლება ადამიანი კატასტროფაში მოყოდეს და გადარჩეს, თქვათ, ხო? შეიძლება გადავარდეს და გადარჩეს. ანუ ღმერთი ყველგან იფარავს ადამიანს. უბრალოდ სულიერი კანონების დარღვევა უფრო საშიშია, იმიტომ რომ ის ეხება ჩვენს არსს, ადამიანური ბუნების ადამიანის არსს ეხება, შინაგანს. ანუ ის მარტო მერმე სულსა, იმიტომ ამბობს, ავნებს ხორცს, ანუ ამ ქვეყნიურათაც პრობლემები იქნება, თქვა, ვინც აღიღოს მახვილი თვე წარწყდეს, ხო? მაგრამ მერეც მას პრობლემა აქვს მარადისობაში, მერმე სულს, იმიტომ ამბობს რუსთაველი. თან ის არის ამასთან და ამ საღვთო კანონის გვერდით მოწყალების თაობაზე, იმიტომ ვთქვი, რომ ჩვენ მაგალითად ადუღებულ წყალში ჩავყოთ, ხელი რაც არ უნდა ვთხოვოთ წყალს არ დაგწვას, ის მაინც დაგწვავს, მაგრამ დავით, თუ ადამიანი შეგნებულად ცოდავს, აი თუ ადამიანი შეგნებულად მიდის სიცრუეზე, შეგნებულად მიდის მკვლელობაზე, შეგნებულად მიდის აღვერახსნილი ცხოვრებისკენ და ასე შემდეგ, შეგნებულად ხსნის სამორინეს ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის. იცის რომ ეს ცუდია და შეგნებულად აკეთებს ამას. ამ შემთხვევაში განსაცდელი ზუსტად იგივეა, უბრალოდ გაცილებით უარესია, ვიდრე ადუღებულ წყალში ხელის ჩაყოფის შემთხვევაში, რომ აქ მარტო ხელი დაგეწვება და იმ შემთხვევაში მთელი სული უკვე ანუ შენი მარადიული სიცოცხლე დგება საფრთხის ქვეშ. ანუ შეგნებულად მცოდველი ადამიანი, რომელიც არათუ არ ნანობს, კი არ ეშლება, არამედ მიზანსწრაფულად ცოდვისაკენ ისწრაფის, ესეთ ადამიანზე არის ყველა საშინელი სიტყვები მაცხოვრისა. ქრისტეს სიყვარულია, განხორციელებული სიყვარულია, მაგრამ სიყვარულთან ურთიერთობა იოლი არ არის, იმიტომ რომ სიყვარული უნდა დაიტიო. სიყვარული ვერ გუობს უწმინდურობას. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი ერთ ადგილას, რომ სულიწმინდის მგმობელს არ მიეტევება არც აქ და არც მარადისობაში. სულიწმინდის მგმობელი არასწორად ეს მithome, ხანდახან არ იციან ეს რას ნიშნავს. ეს არის პირდაპირ ამბოხი ღვთის დადგენილების წინააღმდეგ. პირდაპირ ამბოხი ღვთისნებების წინააღმდეგ. ანუ ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ შეგნებულად და გააზრებულად. ეს არის პირდაპირ დემონური მდგომარეობა და რატომ არის ეს ცუდი და საშიში? არა იმიტომ რომ ღმერთი გჯის, არამედ ესეთი ადამიანი თავად განაყენებს ღმერთს, საკუთარ თავს ღმერთისაგან, როგორც გვასწავლის ქრისტიანობა. აი, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი თუ მას სიტყვაზე აქვს ჰომოსექსუალური მიდრეკილება. ამაზე ხშირად ამბობენ, რომ ისევე როგორც ჯერ ერთი მაგას რო ამბობენ, რომ დაბადებიდანვე არის ესეთიო, ეს არის ჩემი საზრით, ესე იგი, საზოგადოებაში ძალით შემოტანილი ფრაზა, რომლის დადასტურება არავის არ შეუძლია, იმიტომ რომ ძალიან მრავალი ფსიქოლოგი ამბობს საწინააღმდეგოს. ეგ ერთი მხარეა. მას შორის ყველაზე მსხვილი ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია. კი, ამბობენ, რომ ეს არის შემოტანილი ელემენტარულად ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც მამა არის დესპოტი. ვაჟი, პატარა ბიჭუნა. ხო იცით, რამდენი ქვეცნობიერში როგორ ილექება 5 წლამდე რა პროცესები მიდის ბავშვის და შეიძლება მას გაუჩნდეს ანტიპათია მამაკაცური საქციელისადმი. ამიტომ შეიძლება თქვენ თუ ჩვენ თუ ჩავყველა თითოეულ ჰომოსექსუალისტის ცხოვრებას თუ გამოვიკვლევთ და ფსიქოლოგიურად ჩაუღმავდებით, ფსიქოლოგების საქმე უფრო არის ეს, ხო? შეიძლება ძალიან ბევრ შემთხვევაში იპოვონ მიზეზიც კი, თქვა, რატო გაუჩნდა მას ესეთი განწყობები არა მამაკაცური თავის თავში. ეგ სხვა თემაა.
და ის რომ თქვათ რაღაცა ჰორმონალურ დონეზე შეიძლება რაღაცები დაარღვეს, თუ ადამიანი არასწორად ცხოვრობს, მას შეიძლება ფიზიკური ჰორმონალური მდგომარეობაც რა თქმა უნდა დაარღვეს. ეგ ერთი და მე რას ვეტყოდით, რასაც ვეტყვით მრუშს, რასაც ვეტყვით სიძვაში მყოფ ადამიანს, რასაც ვეტყვით ნარკომანს, რასაც ვეტყვით მკვლელს, რასაც ვეტყვით აბორტის გამკეთებელს, რასაც ვეტყვით კაზინოში მოთამაშეს და მით უმეტეს, რასაც ვეტყვით კაზინოს მეპატრონეს, რას ვეტყვით? შეინანი. იმიტომ რომ თავს იღუპავ, ეს არ შეიძლება ამის გაკეთება. აი ეს არის. ანუ იგივეს ვეტყვით, რამე განსაკუთრებულს კი არა. აი პავლე მოციქული მაგალითად ჩამოთვლის იმ ცოდვებს, რომელიც ადამიანს ღმერთს განაშორებს. იქ არის მემთვალეობაც, იქ არის სხვადასხვა ზნეობრივობა, ბატონო, მაგინებლობა, არც მაგინებელობა, არც ანგარბი. ბრუშობაც არის და იქ არის მამათმავლობაც. ანუ პავლე მოციქული ჩამოთვლის იმ ცოდვებს, რომელიც ადამიანს ღმერთს განაშორებს. ხო, აი ეს არის. ამიტომ ეხლა რამე განსაკუთრებულს არ ვეუბნებით ჩვენ. და პრინციპული მნიშვნელობა ჩვენთვის ეხლა რატო ამბობ, რომ აი ეს ექიმების საქმეა, მაინც და ზოგი იბადება თუ არ იბადება. იმიტომ რომ ჩვენ მე პირადად ძალიან გითხრათ ეჭვმეპარება, იმიტომ რომ მე ადამიანები, რომლებსაც მე ვხედავ, მათში გენეზისი, როგორ შეიძლება განვითარდეს ცოდვა და როგორ შეიძლება ამ გენეზისმა ეს გენეზისი შეწყდეს და წავიდეს უკუმემართულებით და ადამიანი გამოსწორდეს და გადარჩეს. მე ეჭვმეპარება, რომ ეს თანდაყოლილი იყოს, იმიტომ რომ ანატომიურად ეს კაცია და ეს ქალია. მაგრამ რომც იყოს ესე, პრინციპული მნიშვნელობა ქრისტიანისათვის არ აქვს. ჩემში მე ვხედავ ცოდვას და ჩემი მიზანი არის ქრისტე, ამიტომ ის რაც ქრისტესთან მაბკოლებს, ქრისტესთან მისასვლად, მე მას გვერდზე გადავდგავ. და როგორი ტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის. დიახ. დიახ. სარიები კაბინეტში. დიახ. გესმენთ? ალე. გესმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ? დიახ. მოგესალმებით, მამო, დაგლოცით. ქრისტიან დაგლოცოს ყველა შეგვეციოს უფრო. მამო, თუ შეიძლება თქვენი აზრი გვაინტერესებს მონარქიის აღდგენაზე, რამდენად შესაძლებელია ეს ჩვენს ქვეყანაში და მეორე კითხვა. კიდე როგორ შეიძლება, რა სახით შეიძლება ქართულ სახელმწიფო სამსახურში ჩაწყნენ სასულიერო პირები? აი როგორც ეს იყო თქვა საქართველოს ოქროს ხანაში, აი თუნდაც დავით აღმაშენებლის დროს, ან თქვა უფრო შემდგომ პერიოდში. როცა სასულიერო პირები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას სახელმწიფოებრივ საქმიანობაში და მის მშენებლობაში. დიდი მადლობა. მადლობთ საერთოდ. მონარქიას რაც შეეხება, მაგალითად მე თითოეული ადამიანის პირადი პიროვნული გადარჩენისათვის მონარქიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანის ცხოვრების საზრისი არის ქრისტესთან მისვლა და სულ ერთია რა პოლიტიკური წყობა იქნება. ეს ერთი მხარეა, მაგრამ არის მეორე მხარე. როდესაც ვთქვათ სახელმწიფო ისეთ პირობებს ქმნის ერისათვის, ეროვნული ორგანიზმისათვის, რომ ამ ერში ამ სახელმწიფოში, რომელიც გარკვეულ სახელმწიფო და ერის გაიგივება ხო არ ხდება, სახელმწიფო სხვა და ერის სხვა, თუმცა ზოგი ცდილობს რომ ეს გაიგივოს და მე იმასაც ცდილობს რომ სახელმწიფო ხელისუფლებასთან გააიგივოს. ხელისუფლება სხვა არის, სახელმწიფო სხვა არის და ერი კიდე სხვა არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სინამდვილეში ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი იგივე იმ ოქროს ხანაში იმ დროს რაღაცნაირად იგივეობრივი იყო, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო მაშინ დავითის დროს, თამარის დროს სრულად აი ეს კანონები და ის მისწრაფებანი რაც სახელმწიფოს ჰქონდა არ იყო უცხო ერის სულისათვის. თუ მაგალითად სახელმწიფო პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ ის იქნება ორგანული ჩვენი ერის სულისათვის, ჩვენი ეროვნული სულისათვის, მაშინ ეს პრინციპში რა თქმა უნდა ცუდი არ არის. თუ ამისათვის მონარქია შეიძლება ამის ხელშემწყობი გახდეს, კი ბატონო, რატომაც არა. ეხლა მე როგორც ვთქვათ, ჩემი ვთქვათ, ერი, მისი ისტორია ძალიან მიყვარს და აქედან გამომდინარე, მე პიროვნულად შეიძლება ეს გამიხარდეს კიდევაც. თუმცა იქვე პირადი ემოცია. ხო, მაგრამ ის რომ ვთქვათ, ეს რამე გარანტიას მაძლევდეს, მე ამაში გარანტიას ვერ ხედავ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს კარგი, შეიძლება იყოს ცუდი.
მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მაინც იმ პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც იქნება. რამდენად სახელმწიფოებრივი პოლიტიკა არის უნისონში ქართულ სულთან. აი ეს არის მთავარი. თუ ამას მონარქი ხელს შეუწყობს, კი ბატონო, თუ არ შეუწყობს, მაშინ ცუდი. ანუ მთავარი ეს არის. ასე რომ დანარჩენი პოლიტიკოსების საქმეა და მე ვერ ჩავერები და ანუ სადღაც მაგ წაკითხული ქრისტიანისთვის კარგი არის ის ხოლმე რომელიც უფრო უწყობს ხელს მის ხოლმე. ხო, მიგონებას, მაგრამ ქართულ რადგან ჩვენი ერი ტრადიციულად ქრისტიანი ქვეყანაა და ჩვენში გენეტიკურად მოგდგამს ხო უფლისადმი სიყვარული, ამიტომ თუ ქართულ სულს და ტრადიციას ეს უნისონში იქნება სახელმწიფო თავის პოლიტიკით, მაშინ და ამაში ხელისშემწყობი იქნება მონარქია, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ხა მონარქიის მოწინააღმდეგეები ძალიან ხშირად ისეთ რამეს ამბობენ თქვათ, რომ ხა მეფის შენახვა გვაკლია და დამერწმუნეთ ზოგიერთი პრეზიდენტის შენახვა განცილებით უფრო ძვირი გვიჯდებოდა. არა, ეს გამოკლებული არის, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო წყობის ქვეყანებში სადაც პრეზიდენტის ნაკლებ ფუნქციით არის, პრეზიდენტის შენახვა მაინც უფრო ძვირი ხდება, პრეზიდენტი მაინც დადის ვიზიტებით და მონარქიის არ შეიძლება წესით აი იდეა მომფის ის არის, რომ მეფე ქვეყანა არ გადის. ის სახეა. ერთი ოჯახია და ეხლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგი ფიქრობს, რომ თავადაზნაურობა აღდგება და ნუ ესა თქო და ეს ყველაფერი ხო, ეგ ყველაფერი. რაც შეეხება მეორე კითხვა იყო სასულიერო პირების რო სახელმწიფო სამსახურში იყვნენ. მაგალითად ესე შეფელია ვთქვა, რომ მე როგორც მღვდელი, აი ერთ-ერთი რიგითი მღვდელი, მე ვარ ჩემი სამშობლოს სამსახურში, მოდი ესე ვთქვა. სამშობლოს სამსახურში, იმიტომ რომ მე ვძნობ ჩემი სამშობლოს მაჯისცემას და როგორც მე ვხედავ, ოღონ არაპირადი შეხედულებების მიხედვით, არამედ გატარებული ქრისტიანულ წამში აი ამით ყოველთვის მე ვცდილობ რომ არ გავჩუმდე სადაც გაჩუმება არ შეიძლება. ამიტომ მე ვარ ჩემი სამშობლოს სამსახურში და ამ კუთხით თუ ჩემი ხელისუფლების ინტერესია ჩემი სამშობლო, მაშინ ხელისუფლების სამსახურშიც გამოვდივარ, ესეა. რაც შეეხება პირადად ეხლა მე ვერც საკუთარ თავს ვერ უსურებ და ვერც მღვდელს ვერ გავიმეტებ პარლამენტში დაჭდეს და იმ პოლიტიკურ რაღაც დებატებს და სხვამას უსმინოს, ეს არის კატასტროფა. მე გეტყვით რომ მღვდელმა აკეთოს თავის საქმე. მე მახსოვს ერთ-ერთ სკოლაში შეიძლებაო ერთ-ერთი სკოლის დირექტორი მეუნება რომ იქ სასულიერო პირია ერთი და ჭადრაკი ასწავლოს ბავშვებსო და მე მახსოვს ხელები გავასავსავე, კარგი მეთქი რა მღვდელმა თავის საქმე აკეთოს და ჭადრაკი სხვა მასწავლოს. ჩვენ მე გეტყვით რომ თუ მღვდელი მთელი თავისი არსებით ცდილობს უფლის მსახურებას, მას უბრალოდ არ ექნება დრო არანაირი პოლიტიკის, იმიტომ რომ მისი საქმიანობა აღემატება პოლიტიკურ მოღვაწეობას იმ დადებითი როლის შეტანის თვალსაზრისით, რაც მას შეუძლია გააკეთოს, როცა ის თავის საქმეს აღასრულებს მთელი არსებას რო ჩადებს და დახარჯავს და თუ სანახევროდ აკეთებს და თუ მღვდლათა რო არ გა პოლიტიკაში მით უმეტეს არ ვარგებს. ჩემი აზრი ესეთია. კარგი, მამო, რო დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. როგორც ჟულის კანონზე რო ეს და ის მაშინ იმ პერიოდში, თქვათ, გიორგი ჭყონდიდელის, თქვათ, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს შემთხვევა არის გამონაკლისი. და გიორგი ჭყონდიდელის დროს ხელისუფლებაში იყო ადამიანი, რომელიც არც ერთ მღვდელზე ნაკლები ღვთისმსახური არ იყო და არც ერთ ბერზე ნაკლებად მონანული. ეს იყო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. რეალობა ესეთია. ჩვენ ესეთ ხელისუფლებას დღეს ვერ ვნახავთ, ასე რომ ჩვენს თემას რო დაუბრუნდეთ, მე მინდა რომ დავასრულებ, მაპატიეთ რა. მოვიდეთ დავით აღმაშენებელი და მაშინ კი ბატონო. თუ არა გიორგი მწყდარება. არა, დავითი როგორც პოლიტიკური მოღვაწეს კი არ ლაპარაკობ ეხლა, ის როგორც ქრისტიანი, რომელიც გალობანი სინანულისანი. ეს არის, ну, რა ვიცი, ანდიაკრიტელის კანონს არ ჩამოუვარდება თავის სულიერებით და აქ რაზეა ლაპარაკი საერთოდ. ეს იყო რაღაც ფენომენალური ადამიანი. მამა, აი დღევანდელ თემას მინდოდა რომ დაუბრუნდეთ, ანუ მინდა რომ აი ხან პირდაპირ ეთერში ვართ. არ ვიცი თუ სხვაგან მოგეცათ თუ არა საშუალება, მაგრამ მინდა რომ მაქსიმალურად როგორც გაიხსენებ დეტალებს, ახლა ძალიან დეტალების დროის ფორმატიც არ გვაძლევს საშუალებას, მაგრამ როგორც გაიხსენებ დეტალებს, აი რა მოხდა 17 მაისს რომ მოყვეთ აი თქვენი მხრიდან დანახვა. ჩემ თავზე ვისაუბრებ მაშინ რა, მოდი ასე ვთქვათ რა. და რასაც მეც მე დავინახე, ხო პირადი კაცი. წლების განმავლობაში მე ვამბობდი, რომ თუ საქართველოში მოინდომებენ გეი აღლუმის გამართვას, მე ჩემი ხორცით მე მღვდელი ვარ და ჩემი წამსით და აგრეთვე ვალდებულებითაც არ მაქვს უფლება არანაირი და არც შემიძლია რომ ვინმეზე ხელი ავწიო ან ვინმეს უწმაწური სიტყვა უთხრა. იმიტომ რომ ჩემი ხელები წირავს ღვთისმსახურების დროს და როგორც კი ეს ხელი აგრესიას გამოხატავს, მე უკვე წირის უფლებაც კი აღარ მაქვს. და ამიტომ არ უნდა გავაკეთო მე ესეთი რამ საზოგადოებაში, რასაც ქრისტე არ გააკეთებდა. იდეა ესეთია.
ამიტომ მე ვამბობდი, რომ აი ჩემი ხორცით დავდგები და ჩემი ხორცით ვიქნები დამდგარი, ანუ სულიც რა თქმა უნდა იქ იქნება სადაც ჩემი ხორცი იყოს, სანამ მომკლავდნენ და ვიტყოდი, რომ ეს არ შეიძლება, მეტი არაფერი, ეს არ შეიძლება. და როცა წლების განმავლობაში ამას ვამბობდი, ერთხელაც დადგა დრო, რომ 2 წლის წინ იყო, როცა თქვა ესეთი გააკეთეს რაღაცა გააკეთეს მსგავსი და პირველ სკოლასთან იქ უზნეო ქმედებების ჩაატარეს. ანუ კაცი კოცნი და იქ ბავშვები ამას უყურებდნენ და ასე შემდეგ. და როდესაც კვლავ მოინდომეს უკვე როცა ეს ამბავი მოხდა, რა თქმა უნდა, ფილარმონიასთან იყო იმას ამბობთ, ხო პირველ 54 სკოლა თუ 54. ხო, რაღაც სკოლასთან იყო, არ ვიცი. ფილარმონის პირდაპირ რაღაც იყო, ხო. და ესე იგი და როდესაც კვლავ გადაწყვიტეს რომ ამგვარი რამ, როდის ამბობ, წლების იქით იყო, ხო? ეს იყო არა, დაახლოებით 3 წლის წინ იყო, პირველ სკოლასთან გააკეთეს და წელსაც რომ უნდათ რომ თქვათ მსგავსი რაღაც გააკეთებით და რა თქმა უნდა მე ჩემ ახლობელ სასულიერო პირებთან საუბრობდით და იქ გავარკვიეთ რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ყველა მზად იყო რომ გამოსულიყავით და ჩვენ გავედით და ახლა ისი რა მოდელი რო გავა მრევლიც გავა, მაგრამ აქ მეორე რამე იყო, ჩვენ გავიგეთ რომ მრევლი ხალხი მაინც გადის და ჩვენ გასვლას ქონა ორი მიზანი. ჯერ ერთი ის რომ არ შეგვეძლო არ გავსულიყავით და მეორე ის რომ ხალხი გადის, იმ ხალხში ეს კაცებს მაინც მეტი ისა აქვთ ემოციები, თან იქ ხალხში ძალიან ბევრი იქნებოდა არა ეკლესიური და იქ უმრავლესობა იყო არა ეკლესიური, იმიტომ რომ ეკლესიური ადამიანები, საკუთრივ ეკლესიური მოძღვრს მორჩილი ესეთი ბევრი არ არის. ანუ პატივისცემელი და მოყვარული არიან ეკლესიის, რასაც აღსარებელი, მაზიარებელი ქვია, ამას იმდენი არ არის და ამიტომ სხვა ადამიანებში პატივისცემელი ეკლესიისა მეტი აგრესია იქნებოდა თავისთავად ხადია და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გავსულიყავით და შეგვექმნათ ცოცხალი, ესე იგი, ბარიერი ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც შეიძლება ვინც შეიძლება მოსულიყო ამ პროვოკაციული მიზნით. ესეც გავაკეთეთ, ვისაც ეს კადრები უნახავს, ჩვენ გქონდა ესეთი გაკეთებული ეს ბარიერი, სადაც არ მივცემდით უფლებას, თქვათ, იქ მაგრამ მე მოხდა ის რომ სამწუხაროდ იქ აღმოჩნდნენ არ ვიცი ვისგან და როგორ, მაგრამ ეს ჩვენი ორგანიზებული, ჩვენს მიერ კონტროლირებადი სიტუაცია აღმოჩნდა დარღვეული, მე არ ვიცი ხა როგორ და რა მოხდა ეს სტიქიურად მოხდა ესე თუ ვიღაცები ჩაერიან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ხალხის დიდი მასა ჩვენთან არ იყო სხვა მიმართულებით, სხვა მხარეს მდგარი, იქ იყვნენ არაქრისტიანული დენომინაციის და არამართლმადიდებელი დენომინაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ადამიანები. ამიტომ სიტუაცია ამ ხრივაც გართულდა გასაკონტროლებლად და პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც მიუხედავად ეპისკოპოსის თხოვნისა, ხელისუფლებამ მაშინდელმა ძალოვანმა სტრუქტურებმა არ გაითვალისწინეს, რომ არ შეიძლებოდა იმ 30 კაცის შემოშვება, როცა 100,000 კაცი იდგა მგონი ჩვენს უკან. და მათ თვალწინ რაღაც უზნეო ქმედებების ჩატარება არ შეიძლებოდა, არ გაითვალისწინეს და ეს რომ გაიგო ხალხმა და არ ვიცი ეს როგორი ფორმით მოხდა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ უცებ ხალხმა გაიგო, რომ ისინი მიუხედავად ეპისკოპოსის თხოვნისა მაინც აპირებენ იქ შემოსვლას და მაინც აპირებენ თავის რაღაც დემონსტრირებას. ამიტომ უკვე სიტუაცია შეიქმნა ესეთი უმართავი. უმართავი არა იმ კუთხით, რომ აგრესია გამოვლენილი, უბრალოდ ის ადგილი დაეკავებინათ, სადაც მათ უნდათ ამის გაკეთება, რომ ამის საშუალება არ მიეცა. ეს იყო და ეს. შემდეგ უკვე ეპისკოპოსმა გამოაცხადა, ეს იყო პირველ საათზე და ეპისკოპოსმა გამოაცხადა, რომ ჩვენ ახლა ყველანი ავიდეთ დიდ სამებაში. მე მახსოვს დავრჩი ჩემს სულიერ შვილებთან ერთად, რომ დავინახე ეპისკოპოსი კი წავიდა და მრევლი კი გაყვა, მაგრამ ხო გითხარით, იქ უმრავლესობა მრევლი არ იყო. ეპისკოპოსი წავიდა, მე მაშინ მეუფეს უთხარი კიდევაც, რომ უკონტროლო სიტუაცია არ შეიქმნას, იმიტომ რომ ჩვენ რო წავალთ ამ ხალხს ვინ გააკონტროლებს, მაგრამ მეუფემ კურთხევა მისცა და წავიდა დიდ სამებაში, ესე იგი პარაფრაზით. მაგრამ არაეკლესიური ხალხი არასდროს არ წავიდა. არაეკლესიური ხალხი, რომელსაც ჩვენ მეტნაკლებად ვაკავებდით, ისიც დარჩა, იმიტომ რომ ისინი ჩვენი კურთხევით მოსულები არ იყვნენ. მათ უბრალოდ სამშობლო უყვარდა, თვლიან რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის ნორმა და არ შეიძლება ჩვენ შვილებს ეს ეკადაგოს მაგალითი მიეცეს და დარჩნენ. ხო და მერე უკვე იქ როგორც ამბობენ გარკვეული უკონტროლო სიტუაციები შეიქმნა, რომელიც მოდი ასე ვთქვათ, ვინ იცის ვისგან და როგორ იყო ეს პროვოცირებული, ვინ იცის ვინ ვის ურტყავდა, რა ხალხი იყო საერთოდ და რატომ არ შეიძლება რომ ვთქვათ, ეხლა ძნელია ხო ამ თემებზე საუბარი, ფაქტები არა გაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ რომ ქრისტიანი ხელს არ იქნევდა ფაქტია. მე არც ერთი ქრისტიანი არ ვიცი, რომელიც იქ სხვას ურტყავდა ფიზიკურად ეხებოდა. მე ვიცი ძალიან ბევრი სასულიერო პირი, რომელმაც გადაარჩინეს
აი ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ის მე პირველად თქვენ ერთ-ერთ არ მახსოვს გადაცემა იყო თუ გადაგების დროს და რომელიც ინტერნეტში დევს ერთხელ ბრძანეთ მახსოვს რომ იქ უამრავი სასულიერო პირი იყო რომელიც ცდილობდა ვიცი კაცო სასულიერო და სასულიერო აი მაგალითად იქ ქაშვეთან იყო ესეთი შემთხვევა რომ მე ამ სასულიერო პირზე მიქონათ აგრესია უკვე ხალხს ხო მაგრამ ეგეც მახსოვს ერთ-ერთ რო უთხრე შენ ვინ ეკითხება თუ სათქმელი ეკლესიაში ეპისკოპოსად ხელი კრეს ესეც ვიცი არის ეგეთ შემთხვევები არის ადამიანის მეორე მხრივ შევხედოთ ადამიანი რომ ეუნება მოძღვარს რომ შენ ვინ ეკითხება ეკლესიაში ლაპარაკე თუ რამეს თქმა გინდა იმის ქრისტიანობაზე ცოტა ასე რომ იქ ძალიან ეს უცნაური იქ იყო რაღაც უცნაურად ჩაცმული ხალხიც რომელიც ასე რომ ხო რაღაცა ხო ნიღბებით და ანუ იყო ესეთ შემთხვევები და ახლა ნუ პროვოკაციის მოწყობასაც რა უნდა მაგრამ თვითონ ეს მაგას თავი რომ დავანებოთ თვითონ ამ 30 კაცის გამოყვანა დემონსტრაციულად უძა იმის უკან 100,000 კაცი დგას რომლებიც ამბობენ არა საქართველოს ჩვენ ეს არ გვინდა ხო უკვე პროვოკაცია ანუ ის ორგანიზაციები ის ორგანიზაცია ხო რამდენიმე ორგანიზაცია იდენტობა და ის ორგანიზაციები თვითონ არიან პროვოკატორები მათ იციან მათ გათვალეს ეს იციან რომ ხალხისაგან შეიძლება ყოფილიყო აგრესია მით უმეტეს შარშან იყო მამაკაცების მიერ ერთმანეთთან უზნეო საქციელი სკოლის წინ ამიტომ იცოდნენ რომ ეს იყო პროვოცირებას გამოიწვევდა აგრესიის, ამიტომ პროვოკატორები სწორედ ეს საზოგადოებაა, რომელმაც ეს გააკეთა. ეს არის მაყურებელი გისმენთ. ალო? გისმენთ. ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. დაგლოცეთ მამა. ქრისტემ დაგლოც. მამა, რატომ ეწევიან ამ საკითხთან დაკავშირებით პროპაგანდას? თან ეს ძალიან აღიზიანებს ხალხს. არავინ შევაძია მართალია ვინმე სახლში ან სამსახურში, მაგრამ როდესაც ამას ძალით გვახოვენ თავს, ჩვენი აზრით, აი ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა. რატო ხდება ამის პროპაგანდა? როგორც ვთქვი, საერთოდ мотиваცია ერთ-ერთი ჩვენ როცა გვაკრიტიკებენ არის ის, რომ ისინი არიან დაუცველი ადამიანები და ჩვენ აგრესორები ვართ. მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ისინი არ არიან დაუცველი ადამიანები. მათ მთელი სოფლიო ფინანსები, სოფლიოში ძალიან დიდი ფინანსისტები უდგანან გვერდში და ფაქტიურად დიდი ძალიან ძლიერ ლობირებას უკეთებენ. მათ იმდენი შესაძლებლობები აქვთ და ბერკეტები მატერიალურიც, პოლიტიკურიც, რომ ესე იგი ქრისტიანებს თუ უმცირესობაზეა საუბარი, ჩვენ ვართ უმცირესობა ქრისტიანების სამყაროში და ეგენი თავიანთი ლობისტების მეშვეობით არიან სწორედ უმრავლესობაში. ეს არის უკაცრავად კიდე ყოფილა და მაგრამ ერთად რომ გავცეთ პასუხი. გისმენთ? ამიტომ სულაც არ არიან ისინი უმცირესობაში და დაუცველები. ეს არის კიდევ ერთი მორიგი სიყალბე, რომელთაც თქვათ ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან. სინამდვილეში საკმაოდ ძლიერები არიან ისინი ყველანაირად და კიდევ ვიმეორებ, მათ თვით სახელმწიფო პოლიტიკაში შეუძლიათ წვდომა და პოლიტიკის შეცვლაც კი შეუძლიათ. კი, მე ერთ კარგ მაგალითს ვიტყვი, მაგრამ არის ისევ ეთერში და დაცვას კითხვა. გისმენთ და მე კარგ მაგალითს ვიტყვი მაგაზე. გისმენთ? გაითიშა ისე. აი მაგალითად, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ვიცით რომ რუსეთში გამოიცა კანონი, რომელთაც აი გააგრძელა ჰომოსექსუალობის პროპაგანდა და როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო ვიზიტით ბრიუსელში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, მე ესეთი ინფორმაცია გავცელა ინტერნეტით, ამის რამდენად მართალია, მაგრამ როგორც ვიცი მართალია, რომ იმ სასტუმროს წინ, სადაც დაბინავდა რუსეთის პრეზიდენტი, დილას, როდესაც მან გაიღვიძა, ნახა რომ სასტუმროს წინ ხوارი ხომ საერთაშორისო მნიშვნელობის სასტუმროს წინ დროშების ანძები. ყველა დროშა იყო შეცვლილი და მის ნაცვლად იყო ჰომოსექსუალების ეს ცისარტყელის რო არის LGBT თემის, ასე ვთქვათ, დროშები იყო აღმართული, ნიშნად იმ სოლიდარობის ნიშნად. და მე უწრფელად ერთი რაღაც გამახსენა და ინტერნეტში სიტყვა სხვათა შორის ამის შესახებ. იმ ხალხს აზრად არ გასცენია, რომ ესე იგი აღემართათ იქ საქართველოს დროშა. იმიტომ რომ საქართველოში იმ ადამიანმა მოკლა 200-მდე ადამიანი.
და ერთის მხრივ და მეორე მხრივ გამოსდა კანონი, რომელთაც ეზღუდებათ ჰომოსექსუალებს უფლებებს. ესე იგი, მათ მიიჩნიეს, რომ ჰომოსექსუალების უფლების შეზღუდვა უფრო დიდი დანაშაული იყო პუტინის, ვიდრე მან ის, რომ საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეები დახოცა და ეს მე მგონი მიანიშნებს ხო დამოკიდებულებას ხო? პოლიტიკა ხო, რა თქმა უნდა. გისმენთ, აი, გისმენთ. გისმენთ. საპირდაპირ ეთერში ვარ? კი, პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ? დიდი მადლობა მამაო და დიდი მადლობა ყველაფრისთვის და მშვიდობა მოხდეთ მოსვა და ასეთ საინტერესო საუბრობ დიდი მადლობა. ასეთი შეკითხვა შეიძლება ესე იგი, რამდენად აქტიურობენ სიონისტურ მასონური ძალები საქართველოს ფედერალური და ამ ეტაპზე რამდენად წარმოადგენენ საფრთხეს ერისთვის. და თუ შეიძლება საქართველოს ძალა პატიოს სამოხარეობა და რამდენად შეიძლება და რა გაუწევს შინაარდებოდეს. უბრალოდ მამაოს ადრე მაინტერესებს ამ საკითხს. კარგი, მადლობა მაგაზე გავაგზავნე და მე მაგაზე გამპასუხო. ესე იგი, ჩვენ საუბრობდით რამდენად სუსტები არიან. საერთოდ მე მინდა პატარა ექსკურსი ჩავატარო ძალიან მოკლედ, რომელსაც მე ესე ვხედავ, შეიძლება სხვანაირად ხედავდეს. დემოკრატიულმა სამყარომ, დემოკრატიულ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი არის ის, რომ უმცირესობის დაცვა არის შესაძლებელი, უმცირესობის უფლებების დაცვა შესაძლებელია. თვით ერთი კაცის ესეა დაწერილი ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი დემოკრატიის არის, რომ პატარა ჯგუფი რომ არსებობს, ის არ უნდა დაჩაგროს უმრავლესობა. ეს არის ძალიან კარგი. ამას მოყვა ის, რომ თუ ადამიანი იქნებოდა უმცირესობაში ნებისმიერი მიმართულებით, მას ესე იგი შედარებით მეტი დაცვა ექნებოდა სახელმწიფოსაგან, ვიდრე უმრავლესობა. ამაშიც პრინციპში კარგია და დემოკრატიის პრინციპია. ნახეთ რა გააკეთეს ესე იგი ჰომოსექსუალისტურმა ლობი. მე თვითონ ამას იმიტომ ვახსენებ, ეს ჰომოსექსუალური ლობი, იმიტომ რომ თავად ჰომოსექსუალის არ ვეხები თუ ადამიანი გრძნობს თავს უძლურებაში, ავადმყოფობაში და თქვათ ნანობს და ანუ თვითონ ადამიანს არ ვეხები. მე თვითონ ამ პრინციპს ვამბობ. მათ ჯერ იყო თქვათ ამერიკაში, ისე როგორც რუსეთში, მარტო რუსეთში კი არ იყო, ამერიკაშიც ესე იყო და ყველგან ესე იყო. ეს იყო კრიმინალური ქმედება. ისე როგორც პედოფილია, ისე როგორც გაუპატიურება, ისე როგორც თქვათ ზოოფილია, თქვათ პედოფილი, ესა ჰომოსექსუალიზმიც იყო დასჯადი ქმედება და კანონით იჯებოდა. ანუ იყო კრიმინალიზებული. ჯერ გააკეთეს ყველაფერი იქამდე მივიდნენ რომ ეს დეკრიმინალიზაცია მოახდინეს და ჩათვალეს რომ არ არის კრიმინალი. ეს იყო პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი იყო ის რომ ისინი არიან უმცირესობა. და აქედან გამომდინარე, ესე იგი საკანონმდებლო უმცირესობის ნორმაში ამიტომ ესე იგი ის უკვე სახელმწიფოსაგან განსაკუთრებულად დაცული გახდა. მესამე იყო, ან შეიძლება მეორე ეს იყო კრიმინალიზაციის შემდეგ, დეკრიმინალიზაციის შემდეგ, რომ ჰეტეროსექსუალიზმს გაუთანაბრეს, ანუ გახადეს ნორმა გახადეს და აქედან გამომდინარე უკვე არა მარტო ესე იგი დეკრიმინალიზებული, არა მარტო უმცირესობაა დაცვა რო ჭირდება. არამედ ნორმაც არის, ამიტომ ესე იგი არ შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვეულებრივი მდგომარეობა ადამიანის ესე. შემდეგი მეოთხე ეტაპი არის ყველაზე ძალიან საშინელი. მეოთხე ეტაპი იყო ესეთი, უმრავლესობა გახდა კრიმინალიზირებული იმ კუთხით, თუ ის იტყვის, რომ ეს არ არის ნორმა. ან თუ უმრავლესობა იტყვის, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის ნორმა, არამედ ეს არის გადახრა, მაშინ უმრავლესობის წარმომადგენელი, ანუ ჰეტეროსექსუალი არის დამნაშავე კანონის წინაშე. და ამის მაგალითები ჩვენ იგივე ევროპაში საქმე, აი ხუთელსაც ვთქვათ, თუ ყდელი იტყვის, რომ ეს არის სოდომური ცოდვა, ესე იგი მას ფაქტიურად შეიძლება ჯარიმა შვედეთშია თუ ხოლმე დამახსოვს ესეთი რაღაც ფაქტიც იყო კონკრეტულად. ესეთი, ანუ ხედავთ როგორ განვითარდა, ანუ ფაქტობრივად ისინი ის კიდე განვითარდა, მე ოჯახის ინსტიტუტი დაუკანონდა, შემდეგ შვილადაყვანის და ახლა სქესია მოიღეს ადამიანის. სქესია მოიღეს. ეხლა კიდევ ერთი ნიუანსი. ამბობენ რომ ისინი არ არიან აგრესიულები. ყველა ფსიქოლოგებმა მეტნაკლებად იციან რომ ამგვარი ადამიანი აგრესიული უფრო არის ვიდრე ჩვეულებრივი, მაგრამ ეს ცალკე თემა. აი მაგალითი მაქვს, სულ ეხლა ინტერნეტში არის ეს გავრცელებული, არგენტინაში არის ესეთი ფაქტი მომხდარი, 7000 ჰომოსექსუალისტი, კაცი ქალი გამოსული არიან უზნეოდ ფორმაში, თითქმის შიშულები ან შიშულები და ესე იგი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს და მერე გადაწყვიტეს რომ ტაძარში შევარდნილი იყვნენ, კათოლიკური ტაძარი იყო იქ და ესო გაიგეს მორწმუნეებმა და არის ესეთი კადრი 1500 მორწმუნე კათოლიკე ქმნის ცოცხალ ჯაჭვს დგანან აი ესე ფიზიკურად პასიურად მხოლოდ ლოცულობენ და 7000 ამხელა აი მართლა
აი რასაც ქვია გავეშებული ბომბოჩო რო გვიწოდებდნენ და რეებს ჩადიან, ესე იგი შეურაცხყოფენ, რაღაცებს ასხავენ თვალებში, აფურთხებენ. იქ ესენი ლოცულობენ, ხმას არიღებენ, ეს კადრები არსებობს გავრცელებული. ესე იგი აფურთხებენ, ანერწყებენ უკაცრავად, მაგრამ აი ქვედა საცვალს იხდიან და თავზე ახურებენ. და თავში რაღაცებს ურტყავენ და იქვე მართავენ ორგიებს, იქვე მართვალწ. ხო და ეხლა თუ ვიტყვით რომ ეს ხდება პირდაპირ ტაძართან და უნდა ტაძარში შესვლა. ხო და რა თქმა უნდა იქ პოლიცია და ერთია რომ პოლიცია 1500 უმცირესობაში ვინც არიან არიცავს. მეორე შეიძლება საზოგადოება იქ არსებობს, ყველა ჰომოსექსუალისტი ხო არ არიან, მათი მიმდევარი ან მათი საქსიალის მომწონი, მაგრამ ნუ არც კათოლიკე შეიძლება არ არის, მაგრამ საზოგადოება აბსოლუტურად ინერტულ მდგომარეობაშია. თან ნიშანდობლია რომ ეს ტაძარი იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მე მინდა შეგახსენოთ, არ მოუკლავთ აღსარებლობის გამო. უფალი მასე ამბობს, რომ მასე დიდი არავინ არ შობილა, მაგრამ ის ანუ ძალიან დიდია ღვთის წინაშე ეს ადამიანი, მაგრამ ის არ მოუკლავთ ღვთის სიტყვის ქადაგების გამო. ის მოკლეს სწორედ იმის გამო, რომ მან სამეფო ოჯახი უზნეობაში, კერძოდ ინცესტში ამხილა. ასე რომ უზნეობის წინააღმდეგ სიტყვის ამოღება, ხო? და სიტყვიერი გალაშქრება პირდაპირ ვალდებულებაა თითოეული ქრისტიანისა. თუნდაც რომ ისე დაუჯდეს როგორც იოანე ნათლისმცემლის. მარტო იოანე კი არა, იოანე ოქროპირიც ამის გამო. თუ თქვათ მაინდა-მაინც ქართული მაგალითი გვინათ ევდემოს კათოლიკოსი, რომელმაც სწორედ რის გამო ამხილა ისა მაშინდელი როსტომხანი, იმ უზნეობის გამო, თორე მუსულმანი რო იყო, ის გასაგები უზნეობას რო ავრცელებდა, მათ შორის იგივე მამათმავლობას, რომელიც იქ საკმაოდ ირანის კარზე საკმაოდ გავრცელებული იყო. ანუ მე მის თქმა მინდა რომ ეს პრობლემები, ხო? ესე მარტივად არ არის, როგორც გვეუბნებიან საწყალი და აუცილებელი და ასე შემდეგ. და მე დღეს მე იმ კადრებს რო უყურებდი, როგორ 7000 ადამიანი როგორ უტევს 1500 ადამიანს და როგორ ვერ წარმოიდგენთ ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ და ისინი კიდე ლოცულობენ და ხმას არიღებენ, მე წარმომიდგა ძალიან ესე იგი ბნელი მომავალი ძალიან სიბნელეში დავინახე. ჩვენ ხო ვიცით ეს კათოლიკური სწავლება რომ ანტიქრისტე მოვა. ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ცით რა არის? რომ მთელი სამყარო ჰედონისტური მისწრაფებებით ახსებული ერთი მიზნით არის შეპყრობილი. როგორმე მშვიდობიანად ომის გარეშე მხოლოდ ვისი ამოვნოთ. აი ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება, პავლე მოციქული ამბობს. შიყოს მშვიდობა, უსაფრთხოება ოღონდ იმისთვის, რომ მხოლოდ ვისი ამოვნოთ. აი ეს ანუ ადამიანს დაკარგული აქვს მარადიული ღირებულებები, რომის გარდაიცვლება და ღვთის წინაშე დადგება. და აი ეს განწყობები მოიყვანს ანტიქრისტეს და კიდევ ერთი კაცობრიობის არსებობა ეკარგება აზრი, იმიტომ რომ ადამიანი, რისთვისაც ეს ქრისტიანული ხალხი ჩვენ რო არ აგვაქვს რომ ამაზე ვისაუბროთ, ადამიანი გარკვეული მიზნით არის შექმნილი. ადამიანი შექმნილია მიზნით და იგი არის ღვთის ხატი, რომელსაც აქ დავალება გახდეს ღვთის მსგავს, ის დინამიური არსება, ზნეობრივი ღერძი ღორიდან ანგელოზამდე, მოდი ესე ვთქვათ, მხოლოდ ადამიანს აქვს. არც ცხოველს ზნეობრივი ღერძი არ აქვს. გედი რომ მეორე გედს არ ღალატობს, გედს არავინ არ აქვს. იმიტომ რომ მოღალატე გედი არ არსებობს. მაგრამ ადამიანს არ უღალატებს, ესე იგი ეს სანაკებოა, რომ ადამიანს შეუძლია უღალატოს. აი ამ ღერძის გამო ადამიანის განვითარება შესაძლებელია უსასრულოდ. ამიტომ ის უნდა გახდეს ღვთის მსგავსი. მაგრამ ის საწყისი ადამიანის ღირებულებას რაც წარმოადგენს. ადამიანის ღირსება რომ ღვთის მსგავსი გახდეს, მაგრამ ადამიანის ღირებულება არის ის, რომ ის არის ღვთის ხატი. მისი ეს თავისუფლებას და ყველაფერი სიყვარულის უნარიც ამაში შედის შემოქმედებად. მაგრამ ქრისტიანული სწავლება ისეთ როგორია, ღვთის ხატი არის არა მონოერთეული რაღაც ადამიანური ბუნებისა, არამედ ღვთის ხატი არის მამაკაცი და დედაკაცი. ანუ ცალკე რაღაც მონოერთეული ღვთის ხატის არ არსებობს. მამაკაცი და დედაკაცი არის ღვთის ხატი. აქედან გამომდინარე, როდესაც ჰომოსექსუალიზმი თავის იდეოლოგიაში, არა დაავადებაში, არამედ იდეოლოგიაში ამბობს, რომ მამაკაც და დედაკაც მნიშვნელობა არ აქვს და ფაქტობრივად სქესი გაუქმება ხდება და ხდება სრული აღრევა ჰედონისტური მისწრაფებების გამო, ირღვევა ყველაზე მთავარი საფუძველი ღვთის ხატობისა, ანუ ადამიანის იდენტობისა. ღვთის ხატობა ირღვევა. ამიტომ ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროში არსებულა. ყველაზე ეგრესია რაშტერია თუ სწორად მახსოვს, რომ ის აღრევს სხვა ყველაცუდის ბუნება, ყველაზე დიდი ბოროტება, რაც სამყაროში არსებულა. ყველაზე დიდი ეშმაკის შთაგონება და ეშმაკის ზემოქმედება კაცობრიობაზე.
არის სწორედ ის, რომ ადამიანის იდენტობა მოისპოს, ანუ მოისპოს მამაკაცი და დედაკაცი და მათ შორის მოისპოს ის რომანტიკული სიყვარული, რომელსაც სულების რომანტიკულობა შეგნებულად ამბობ ამ სიტყვას, რომ ბევრისთვის გასაგები იყოს, რასაც სულების ერთობა ქვია, რამაც შექმნა ეს ულამაზესი კულტურა სამყაროში, რამ შექმნა. ეს არის რელიგიური და რელიგიური მისწრაფებები ადამიანისა ღვთისძიება და სიყვარული. ამ ორმა რაღაცამ სამყარო რატომ არის ლამაზი ხალხო? იმიტომ რომ ადამიანი მთელი არსებით ეძებს ღმერთს და მთელი ადამიანი კაცი მთელი არსებით ეძებს საყრთოს და პირიქით. და აი ამის ყველაზე მთავარი დედამიწის არსებობას რა ფასია, რომ მთელი სამყარო ორგიებად გადაიქცეს, რომ ადამიანმა ხორციელად მიიღოს სიამოვნება და მე გეტყვი, როგორ ვითარდება ეს ჰომოსექსუალიზმის შემდეგი ნაბიჯი იქნება პედოფილია და შემდეგი ზოოფილია. იმიტომ რომ ცხოველთანაც შეიძლება ადამიანმა შიშველი სიამოვნება მიიღოს, ბავშვთანაც, საკუთარ თავთანაც, რასაც ქვია ის სოდვა, რასაც არ ვასახელებ და ყველა ეს უბედურება არის იმისათვის, რომ ადამიანმა დაკარგოს კავშირი ღმერთთან. და როცა ეს სოდვები ყოველთვის არსებობდა, ადამიანი ყოველთვის ებრძოდა, მე პირადად პრაქტიკაში როგორც ხვდებ რამდენიმე შემთხვევა მაქვს, როდესაც ადამიანები ნანობდნენ და ისინი მერე ამ სინანულისა და ღვთის დახმარებისა და ფსიქოლოგების ჩარევის შედეგად ისინი შინაგანად ზლიეს მათ ცოდვას და ფიზიოლოგიურადაც გამოსწორდნენ და ზოგს უკვე ოჯახი. ანუ ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ ადამიანი ამას თulis ნორმად, მას დაკარგულია ყველაზე მთავარი ღირებულება ღვთის ხატობისა. ამიტომ ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ ეს არის ადამიანის დამღუპველი ზემოქმედება, არ შეიძლება. ამის გაკეთება, იმიტომ რომ კარგავთ ყველაზე ძვირფას ქრისტეს კარგავთ, რომელიც არის არსი და მიზანი თითოეული ჩვენთაგანის არსებობის. ტელემაყურებლის კითხვას რო უპასუხოთ, მასონური ორგანიზაციების მოქმედება საქართველოში როგორ წარმოვიდგენთ? ახლობით ასეთი იყო და შეიძლება ისინი ზემოქმედებდნენ თქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. გლობალიზმის თავის პლუს მინუსი გააჩნია. ჯერ ვიტყვი გლობალიზმის პლუსზე. იმიტომ რომ ეს მასონიზმი გლობალიზმს ეხება. პლუსი არის ის, რომ ჩვენ ახლა რო საუბრობთ აქ, ჩვენი საუბრის მოსმენა შეიძლება ამერიკაში ამ წუთში. მე მგონი ესეა ინტერნეტის საშუალება. ეს არის გლობალიზმის ერთ-ერთი მონაპოვარი. და გლობალიზმის სიკეთე არის ის სიკეთე, რაც ჰქონდა რომის იმპერიას იმ ხალხებში. ის სიკეთე შექონდა რომის იმპერიას იმ ხალხებში, რომელსაც იპყრობდა. რა სიკეთე შექონდა? დაპყრობილი ხო ცუდია, ომი ხო ცუდია, მაგრამ ნახე რა სიკეთე შექონდა. რომის იმპერია შედიოდა, შექონდა უნივერსალური კულტურა რომაული თავისი სამართლით და ენით. და ეს ენა და შემდგომში უკვე ბერძნული ენა, ხო? რომანული და ლათინური და მერე ბერძნული. ანუ ეს უნივერსალური ენა, სალაპარაკო, უნივერსალური კომუნიკაციის საშუალება, უნივერსალური სამართალი, რომელიც დღემდე ცოცხალია და მესამე. ორი ვთქვი, ხო? სამართალი, კომუნიკაციის საშუალება, ენა და მესამე, გზები. ეს იყო მაშინდელი გლობალიზაცია. რატომ იყო ეს სასიკეთო? იმიტომ რომ ის ძვირფასი მარცვალი ქრისტიანობისა, ხო? ის 12 მოციქული ჩანასახში რაც იყო ეკლესია. სწორედ ამის საშუალებით რომაული სამართალი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც შეძლო საბოლოო ჯამში ქრისტიანობა საყოველთაო რელიგია გახდა, საყოველთაო ენა, კერძოდ სწორედ ბერძნული და ლათინური და ენებზე საუბრობდა მოციქულები და გზები. ანუ თავზე ინტერნეტი. ხო, ანუ გლობალიზაციას აქვს თავის პლუსი, რომ ჩვენ შეგვიძლია სიკეთე გავავრცელოთ, მაგრამ აქვს თავისი მინუსი, იმიტომ რომ გლობალიზაციის ავტორების უკან ამ ტექნიკურ ფენომენს, რასაც გლობალიზაცია ქვია, შეიძლება დაეპატრონოს ის, ვისაც ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვს, იგივე ფინანსურად. და სწორედ ესენი არიან ის მასონური ორგანიზაციები, რომლებიც დედამიწის სიმდიდრის ალბათ 80% ფლობენ, ანუ ვიწრო არეალშია და ისინი მათ აქვთ უნარი სახელმწიფოებში პოლიტიკური სისტემების შეცვალონ, მათ აქვთ უნარი რევოლუციების მოწყობისა, ომების დაწყებისა და დასრულებისა. ამით ფინანსები დღეს ყველაფერს წვიტავს. სახელმწიფო ისე დააკავალონ, რომ ესე იგი ვეღარ ამოისუნთქოს. მათ აქვთ უნარი, რომ სახელმწიფოში, თუნდაც საქართველოში იყო ამის ცდილობები, ნახოთ როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, მოისპოს სოფლის მეურნეობა, რომ ჩვენ არ გქონდეს საშუალება ჩვენი თავი ჩვენთან გამოვყვებოთ და ესე იგი სხვისი ხელის შეუყურენი გავხდეთ, არ იყოს მრეწველობა და ასე შემდეგ. ანუ ეს პრობლემები რა თქმა უნდა არსებობს და როგორ დავუპირისპირდეთ?
ხერხი ჯობია ღონესა კაცი თუ მოიგონებსა და ჩვენი ხერხი რომელიც ჩვენ მოგონებაც კი არ გვჭირდება ჩვენი რწმენა რაც არ უნდა სოფლიო ბატონები ეგონოთ თავი ღმერთზე ძლიერი არავინ არ არის ჩვენი თავარი პრობლემა ის კი არ არის რომ მასონები არსებობენ და გვიტევენ ჩვენი თავარი პრობლემა ჩვენი უღმერთობა ჩვენ უხარისხო ქრისტიანობა ჩვენს მიერ ვერ გაგება რა არის ქრისტე და ჩვენი მხრიდან ვერ გაგება რას ნიშნავს იყო ქრისტიანულიერი პრობლემა ამაში იყო და თუ ეს ამას დავძლებთ ჩვენს გასაკეთებელს თუ გავაკეთებთ მაშინ ღმერთი დაგვეხმარება იმ დიდ სხვა გასაკეთებელში ძალიან ხშირად აი როდესაც ამ 17 მაისის ამბებზე საუბრობენ ესეთ ფრთიან ფრაზაც იქს არ იტყვიან ნაწილობრივ კი საუბრეთ ამაზე მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც მინდა რომ ხაზი გაუშვა მას კითხვა ჟღერს ასე როგორ მოიქცეოდა ქრისტე 17 მაისს და ხშირად ასეთ კითხვას უსვამენ ისეთ ადამიანებს რომლებსაც არ ამგონია რომ ადეკვატური პასუხის გაცემა შეძლოთ ელემენტარული განათლების არ ქონდეს გამოდა. აი თქვენ მე სანამ თქვენ იტყვით მე ერთი ის მახსენდება, როდესაც ძალიან ხშირად მოყავთ ხოლმე მუხში დედაკაცის სახარებისეული ისტორია, როდესაც მიუყვანეს მაცხოვარს და მან არ დასაჯა, რატომღაც იქ წყვეტენ თხრობას და მას აქვს მეორე ნაწილი. არავინ განგიკითხა, არავინ უფალო, მარს მე განგიკითხა, რომ წადიდან უღარს ცოტა. აი მეორე ნაწილს რატომღაც არ ეცემა. საერთოდ სახარებისეული ეს მაგალითი საერთოდ არ გამოდგება, იმიტომ რომ აბა იმ მრუშ დედაკაცს ეთქვა რომ მრუშობა არის ნორმა. მაშინ რა განაუფალი მიუტევებდა? იმიტომ ჩვენ გონია რომ მიტევება იურიდიული აქტია. მიტევება იურიდიული აქტი არ არის. მიტევება არის კურნალობა. როცა ადამიანი ამბობს ავათავარ და უფალო მიშველი. ანუ როცა ადამიანი დედაკაცი ნანობდა, შეინანა და ამიტომ ქრისტიანობა კიდევაც, ხო? მეტი აღარ სოდო. ჩვენ აქ საუბარი გვაქვს ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვცოდოთ. არა მარტო ჩვენ უნდა ვცოდოთ, არამედ სკოლებში შევიდეთ, სკოლებში ვასწავლოთ. ერთ-ერთ შტატში, მგონი კალიფორნია თუ არ ვცდები. ესე იგი, უკვე 2008 წელს იყო ეს თემა წამოწეული, ასე რომ როგორ შეიძლება სკოლაში იყოს გოგონებისა და ვაჟების ტუალეტი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს ბიჭუნა, რომელიც ბიჭია გარემულად, მაგრამ შინაგანად გოგოა და სად შევიდეს? პრობლემაა. ამიტომ ტუალეტი არ უნდა იყოს ბიჭისა და გოგოსი. სხვათაშორის მე ხლა არ ვასახელებ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს საქართველოში. ისე პრინციპში, მაგრამ მოდი თავ შევიკავებ. ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს საქართველოში და ეს არის ძალიან ძირძველი სასწავლებელი. და ეს დანამდვილებით ვიცი, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრი იქ სწავლობდა წლების განმავლობაში. არ არის ვაჟების და გოგონების ტუალეტი ცალკე, არამედ ერთი ტუალეტია და არის სერიოზული პრობლემა. მე ხა კითხვა მიჩნდება, როგორ შეიძლება რომ ამ ხელა უზარმაზარ დაწესებულებაში ვერ მოხერხდეს თუნდაც ორი ოთახის გაკეთება, სადაც მიაკრავენ ვაჟისა და გოგონას. ხო, ანუ ესეც შეიძლება შეგნებულად გაკეთებულია, იმიტომ რომ ეხა ეს დაუჯერებელია, ეს როგორ შეიძლება ესე მოხდეს. და ქონდათ პრობლემა აი გოგონებს შესვლაში და ასე შემდეგ და ნორმალურ ვაჟსაც რა ღირსების საქმეა, ხო, რომ შეხვიდე ქალების გოგონას. სოციალისტ. ასე რომ უკვე და ეს პრობლემები უკვე დგას და სკოლებში როგორ თქვათ აი რას ნიშნავს სქესის განმარტებაში ცვლილება იყო შეტანილი. ან კანონპროექტი იყო. რა არის სქესი, ხო? თანამედროვე განმარტებით რომ ეს არის არა ის ბიოლოგიური, არამედ სტერეოტიპიდან უნდა განთავისუფლდე როგორც დავიბადე, არამედ შენ თავს როგორც იპოვი. ღვთის წინაშე ვამბობ, არ არსებობს სამყაროში გადახრა და ცოდვა, რომელიც არ იყოს ყველა ადამიანში. თითოეულ ჩვენთაგანში ყველანაირი ცოდვა ძევს. მე იმიტომ ვთქვი, ადამიანის ეს ზნეობრივი სკალა ესეთია, ყველაფერი დევს, თუ რამე სამყაროში ნაყავს, სულს, ხო, ყველაფერი დევს ადამიანში. და თუ ჩვენ ბავშვს ავღზდით მიზანმიმართულად რაღაცა ცოდვისაკენ, ჩვენ შეიძლება 80% შემთხვევაში ჩვენ შედეგს მივახციოთ და ადამიანი ჩამოვაყალიბოთ მრუშად, მოთამაშედ, ნარკომანად, მემთვრალედ, ჰომოსექსუალისტად, ზოოფილად. მე მღვდელი ვადასტურებ, თუ ადამიანი ბავშვობაში, გარდატეხის ასაკში მიეჩვია სხვების წაბაძვით, ან ძალადობით, ან ჰომოსექსუალიზმს, ან ზოოფილიას, ან საკუთარი თავთან ესეთ აქტიურ ცუდ ურთიერთობას, ხო, აღარ ვაკონკრეტებ ამ სახელებით. თუ და კიდე სხვა არსებობს 10, 15 შეიძლება 20 სექსუალური გადახრები. თუ ადამიანი ვიღაცის წაბაძვით ან ძალადობით მიეჩვია აი ამ სექსუალური გადახრებს გარდატეხის ასაკში,
შემდგომში მთელი ცხოვრება შეიძლება ვერ განთავისუფლდეს, თუ მას არ ექნა სინანული წინაშე ღვთისა. ადამიანმა შეიძლება ცოლიც მოიყვანოს და კვლავ ზოოფილად და კვლავ ესე იგი 1000 ცოდვის ჩამდენად დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ის გარეგნულად სხვების თვალში ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. ამიტომ ვამბობთ, რომ ადამიანი ბავშვ გარდატეხის ასაკში არის ძალიან საფრთხილო და სათუო. ჩვენმა წინაპრებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ. და ამიტომ იყო კაცის მამაკაცური აღზრდა და ქალის შესაბამისი მამრთულოს და აღზრდის მთელი სკოლა არსებობდა. ეხლა ამის ყველაფრის მოშლა უნდათ და ესე იგი არის მცდელობა იმისა, როგორმე ეს და ამას თავისი მიზნები აქვს და ეს მიზნები მეტნაკლებად ყველა მიცი და საბოლოო ჯამში ეს ესქატოლოგიურ მოვლენებს უკავშირდება. და ბოლო კითხვა, მამო, აი რა ვქნათ კაისად? ჯუდეთმას. მე ითას დავიწყები დავასრულებ, რომ რატომ ლაპარაკობ ხოლმე პირადად ხანს? მე ვიცი, რომ არსებობენ სასულიერო პირები, რომლებიც ამბობენ, რომ რა აზრი აქვს ამ ლაპარაკს და ეგ ხომ თავარი რა არის. ან ვერ შევაჩერებ ამ პროცესს და საერთოდ თავარი არის სულ სხვა რაღაცა ჩვენთვის და სხვა მე ვეთანხმები ამას, რომ თავარი სულ სხვა რაღაცაა და სწორედ იმ თავარზე ვამბობ. მე არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ შევაჩერებ. არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ ვიღაცას გამოვასწორებ. მე უბრალოდ იონ ნათლისმცემლის მაგალითად ტყუილუბრალოდ არ მოვიყვანე. ვერ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ არ ვისაუბრო ამაზე და არ ვთქვა, რომ ნებისმიერი ცოდვა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი, გამოცხადებული ნორმად არის კრეხელობა და დანაშაული წინაშე ღვთისა, რომელიც არის ცოცხალი და რომელიც გიყურებს. და რაც შეეხება რა ვქნათ, მე ესე ვხედავ, ჩემ თავს ვეტყვი, რა უნახნა შენ თეოდორე? შენ არ ახარ კარგი ქრისტიანი თეოდორე და ესად უკეთესი ქრისტიანი გახდე, რომ შენ სიტყვასაც და შენ მაგალითსაც მეტი ძალა გქონდეს სხვებისათვის და დამაჯერებლობა. რა დამაჯერებლობაზეა საუბარი? აი როცა ადამიანი მომისმეს, გინა ჰომოსექსუალისტი იყოს, გინა მრუში იყოს, გინა ნარკომანი იყოს, გინა კაზინოს და იმ კაზინოს მეპატრონე, რომელმაც ეკლესია სილა გააწნა და საპატრიარქოსა და იმის შორის შანგრილა როა ხო აი ის ფაქტიურად ხო ჯოჯოხეთისათვის ამზადებს ის საწყალი საკუთარ თავს ხო ნებისმიერ ესეთ ადამიანს მე და სამეძაო სახლები როა ესე გახსნილი ეს და სამეძაო სახლები მათ შორის მაგალითად იქ იმაში რა ქვია ვარდების მოედანი ქვია თუ არ ვწდები ხო ქვემოთ იქ თა როგორი სამეძაო სახლები აქვს ისი ქართველ ბიჭებს არ უშვებენ ანუ რატონა შევიდნენ მაგრამ მაგ სხვა პრინციპია არ უშვებენ იმიტომ რომ იქ ქართველი გოგონი შეიძლება ნახო რომელიც შეიძლება ნაცნობი ან მეზობელი ანათესავიც კი აღმოჩნდეს ანუ სრული ესე იგი ფაშიზმამდე მისული ესე იგი რასიზმამდე მისული დამოკიდებულებები და ამ ყველაფერს ხო ვიღაცები პატრონობენ საქართველოში და აი ყველა ესეთ ადამიანს ვეტყვი ქრისტეს შესახებ და უბრალოდ მე უნდა ვიყო კარგი ქრისტიანი რომ ჩემი სიტყვა იყოს დამაჯერებელი რომ ნებისმიერ ესეთი ცოდვილი ადამიანი მიხვდეს რომ ხვალე მოკვდება ეს ხვალე მართლაც პირდაპირ გაგებით ხვალია იმიტომ რომ როცა არ უნდა მოკვდეს ადამიანი მაინც მისთვის ის დღე იქნება მნიშვნელოვანი სიკვდილის დღე ჩვენ ამას ნაკლებად ვფიქრობთ შენი სახელი ჩაიდება არქივში შენი სხეული დაიშლება მიწაში ხოლო შენი სული წავა იქ რაც ხარ და თუ შენ ქრისტესი არ ახარ შენი ცხოვრების წესი შენი სული წავა არ წავა ღმერთთან და არადა ღმერთი არის და ცოცხალია და უყვარხარ და ამიტომ ჩემი საქმე ეს არის რომ მე ისე ვიცხოვრო რომ ჩემი სიტყვა იყოს დამაჯერებელი ყველასთვის და მათ შორის ცოდვილი ადამიანისათვის რომ ამ სიტყვამ მისი ცხოვრება შემოატრიალოს და ღვთისაკენ გაახედოს ცოდვა შეიძულოს და ღმერთი შეიყვაროს ალბათ არგენტინელების მაგალითი შეიძლება კაი მაგალითი იყოს ჩვენთვისაც ყოველგვარი აგრესიის გარეშე დავდგეთ და ვილოცოთ უბრალოდ იმდენმა ვილოცოთ რომ აზრი დაეკარგოს ნებისმიერ ღონისძიების ჩატარებას და თუ ის მაინც ჩატარდება ძალიან უსუსურად და იცი რა არის აი მანდეს მომენტია კიდე თქვა ჩატარდა ხო აი ვიცი რომ ხვალე იქნება სახში ვიჯდე კარგავიდე და არ თქვა რომ ეს არ შეიძლება მე მეუნები ხომ ეცია პროვოკაციას მოგიწყობენ მამაო და ნუ რა შეიძლება პროვოკაცია რა პროვოკაცია უნდა გამიკეთონ ახლა მე ღმერთმა დამიფაროს რომ ვიღაცას ან შევაგინო ან ხელი ავწიო იქაც რომ მიმიშვან მე ხო არ მიმიშვეს იმ ხალხმა ჩვენზე მოგვისროლა კი ნახე გადავქილეს რომ წამოვიდა მე ხო იმათაც არა მაქვს ურთიერთობა ჰომოსექსუალისტებთან არ მინახავს არ ვესაუბრები როცა ჩემთან მოდიან და არ მინახავს როგორ არა იგივე საერთოდ ქრისტეს უქადაგებ ხო და მეუბნები რომ ეს ცუდია და საშია მაგრამ
ნუ რა, მაგრამ ყველაზე დიდი რა შეიძლება იყოს მომკლან, დიდება უფალს თუ სიმართლისათვის მომკლავენ. დამიჭერენ, ნუ ციხეში ვიქადაგებ. ეხლა ანუ გესმით, მე პრობლემა არ მაქვს. აი, უბრალოდ პრობლემა მაქვს იმ შემთხვევაში სახში როგორ დავიждე. მაგრამ მე მინდა რომ იმ ადამიანებმაც გაიგოთ, რომ ეს არ შეიძლება. მოკლედ სიტუაციიდან გამოსავალი ერთადერთია. ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი ქრისტიანები და ჩვენი ცხოვრების წესი დავანახოთ რა მოგვიტანა ქრისტე და ვიყოთ სახელი ქრისტეს. დიდი მადლობა ამათოელორი ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, მე გადაცემის სამყარო დავით ჩიკოიძე ვარ, კარგად წამდებოდეთ. საუბრები რელიგიაზე. შეკითხვა მოწყვარს. ორშაბათიდან ხუთშაბათის შაბათით. საღამოს 7 საათზე. პარასკევს